უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემების კაპიტნები დაასანქცირა, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა, ირაკლი ცინცაძე და კახა ბორჩხაძე. ისინი უკრაინაში აქტივებისა და ქონების დაბლოკვის, სავაჭრო და სხვა ტრანზაქციების შეზღუდვებს დაექვემდებარდნენ. რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის სანქცირებულია სულ 94 პირი. ზელენსკიმ ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე ძალაში შევიდა. მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრორუსი ექს-პრეზიდენტის იგორ დოდონის საარჩევნო ბლოკი დაარეგისტრირა. სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვის პროპაგანდისტული მესიჯბოქსით დოდონის სექტემბერში ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ცესკომ დაამტკიცა ბლოკის საარჩევნო სიმბოლო, რომელიც 5 ქიმიან ვარსკვლავს ჰგავს. იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი 2016-2020 წლებში იყო. ესტონეთი რუსეთის საზღვარზე ბარიერებს ამონტაჟებს. მედიის ცნობით, ივან გოროდიდან ნარვამდე მიმავალ ხიდზე ესტონეთის მხარეს ლითონის კონსტრუქციები ეწყობა. სამუშაოების დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება. ახალგაზრდები, რომლებმაც სოჩში აალებული ნავთობსაცავის ფონზე ვიდეო გადაიღეს, დააკავეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 19 და 21 წლის გოგონები და მათთან ერთად მყოფი ახალგაზრდა კაცი რუსულმა პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებად ცნო. იქამდე ახალგაზრდებზე ძებნა იყო გამოცხადებული. სოჭის ნავთობბაზა ღამით უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს.